ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი და დიპლომატია, ჩვენი სტუმარი. ნინო, მოგესალმებით. გმადლობთ სტუმრობისთვის. ესე იგი, პირველად არ გვესმის ქართული ოცნების მხრიდან ჯერ კიდევ 2 წლის წინ ინაუგურაციის, ტრამპის ინაუგურაციიდან მოყოლებული ალაგებენ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, შემდეგ სხვადასხვა თარიღი დასახელდა, შემდეგ იყო აპრილი და ახლა გითხრას მოვა მაისიო, მოვიდა მაისი. რა სოლოდებით? შევატყებშიდობის. ჩემი ღმერთმას, რა თქმა უნდა, სპეკულაციურია ყველანაირი შეფასება, იმიტომ რომ ძალიან ობიექტურად, ძალიან არაპროგნოზირებად გარემოში ვიმყოფებით ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი ღმერთმენით არაფერი არ იქნება მაისში და არც მაისის შემდეგ. და ამას აქვს ძალიან მარტივი, პრაგმატული ახსნა და საფუძვლები. იმიტომ რომ ის რაც უნდა მოვიდეს მაისში, მოვიდოდა აქამდეც, იმიტომ რომ არაფერი არ უშლის ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული ინტერესები გაატაროს საქართველოსთან მიმართებით თუ რამე კონკრეტული ხელშემშელი ფაქტორი არ არის. ეს კონკრეტული ხელშემშელი ფაქტორი არაერთხელ დასახელდა, რომ არის ოლიგარქი, ოლიგარქიული მმართველობა, კორუფციული მმართველობა, დემოკრატიის უკუსვლა. ეხლა აი ამ ჩამონათვალიდან, რომელიც უსასრულოდ შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, რომელი წინაპირობა არის შეცვლილი ან შეიცვლება მაისისთვის. ხო, არც ერთი წინაპირობა არ მოხსნილა პროცესიდან, რაც შეერთებული შტატები მუდმივად საუბრობს და აქცენტს აკეთებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც აღარ არის ახალი ადმინისტრაცია, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ, მათ ნაკლები ინტერესი აქვთ დემოკრატიის მიმართ და მეტი ინტერესი აქვთ რეგიონის მიმართ. მათ შეუძლიათ თვალი დახუჭონ მართლობის ხარვეზებზე თუ ეს გეოპოლიტიკური ინტერესები, თქვათ, მათ წინა პლანზეა დღის წესრიგში, მაშინ ურთიერთობები ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილთან დაალაგდებოდა გაცილებით ადრე, იმიტომ რომ თვეების განმავლობაში უარესდება ვითარება, ხო? გასული წლის იანვარში უკეთესი მოცემულობა იყო საქართველოში, ვიდრე არის დღეს, ან შარშენ გაზაფხულზე. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, თუ კულუარულად, თუ ფორმალურად, ცალკე, რა ვიცი, კონსულტანტები ჩართეს, მედიატორები ჩართეს, ოფიციალური ვიზიტები ცადეს, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში ცადეს, რომ ხმა მიეწვდინათ, ირიბად პირდაპირ რუსების გავლით, ასე ისე. ამან შედეგი არ გამოიღო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სტრატეგიული ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, რეგიონთან მიმართებით და რეგიონის კონტექსტში თბილისთან ურთიერთობის, ისინი არ არიან მზად, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ხარისხი შეცვალონ. ხო, მაშინ რის საფუძველზე ამბობენ ნინო და იმის საფუძველზე ამბობენ, რომ ისინი, ანუ ივანიშვილს ახლა ამ მოცემულობაში სხვა არჩევანი არ აქვს, ხო? ივანიშვილი ხო არ განსაზღვრავს საქართველოს დღის წესრიგს, ის არის წარმომადგენელი კონკრეტული ძალების და გეოპოლიტიკური სურათი ამ თვალსაზრისით ჯერ არ შეცვლილა. შეცვლილია მხოლოდ დიდ სურათში ის მოცემულობა, რომ რუსეთი თავის პოზიციებს ვერ იუმჯობესებს, შესაძლოა არსებითად გაუარესებული არ არის მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის პირობებში ეკონომიკურ თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით ის თავის პოზიციებს მოცემულ მომენტში ვერ იუმჯობესებს. ანუ გაყინულია ეს პროცესი, შესაბამისად ივანიშვილის პოლიტიკაც არსებითად ვერ შეიცვლება. ამიტომ მათი პოზიციონირება ჟღერდება იმ ფორმით, რომ ჩვენ აქ ძალაუფლების დათმობის ფუფუნება არ აგვაქვს, ჩვენ ეს ძალაუფლება უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ პრინციპში არც არავინ გვეკითხება, აქ ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ასე გადაწყდა მოსკოვში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიდრე ჩვენ ვართ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დერეფნის ინტერესი, აქვს სამხრეთ კავკასიაში გარღვევის ინტერესი, აქვს იმის ინტერესი, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის ურთიერთობები დაალაგდეს, აქვს იმის ინტერესი, რომ ირანთან დასრულებული პროცესების შემდგომ სამხრეთ კავკასიის სრულფასოვანი ჩართვა მოხდეს, როგორც ნავთობ და როგორც ბუნებრივი რესურსების გამტარი დერეფანი, მაშინ ვიდრე ჩვენ ვართ გველაპარაკეთ ჩვენ. და იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასე თუ ისე მაინც მოუწევს ამ თემაზე საუბარი. ამას ემატება ის, რომ თითქოს დადასტურებულად მე ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ტიპის გარკვეულ დათმობებზე ოცნება წასულია იმ საკითხებში, რაზეც მათ მიიღეს რამდენიმე გაფრთხილება და მათ შორის ბოლოს რუბიოს ზარი, რომელიც ქართულმა მხარემ საერთოდ არ გაასაჯაროვა და რა საკითხებს ეხება ეს?
მე მგონი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალსახად ეხებოდა ირანის ხელშეწყობას, ცალსახად ეხებოდა ირანული ინტერესების პედალირებას საქართველოში. და ამ მიმართულებით დათმობაზე წავიდა. ამ მიმართულებით მინიმუმ ჩანს, რომ ყოველ შემთხვევაში უფრო მიყუჩებულია პოლიტიკა. ანუ შეიძლება დათმობაზე არ წავიდა, მაგრამ ეს არის საკითხი, რომლითაც მას ვაჭრობა შეუძლია და შესაძლოა, რომ მზად არის აი მაისში რაღაც ვიზიტი თუ იქნება, ეს შესთავაზოს. მაგრამ საიდანაც ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ამოვიდეთ, არის ორი რამ. როგორი ვიზიტიც არ უნდა განხორციელდეს მაისში, ჩვენ არ ვიცით განხორციელდება თუ არა, მაგრამ თუ განხორციელდება რაიმე ტიპის, რაიმე ფორმატის შეხვედრა შედგება, ვაშინგტონის მოთხოვნები საქართველოსთან მიმართებით არ შეიცვლება. ეს მოთხოვნები, ამ მოთხოვნებში რა თქმა უნდა შესაძლოა მეორეხარისხოვანი დემოკრატიული პროცესები, მაგრამ ცალსახად პირველ ადგილზე იქნება ამერიკის მტრებთან თანამშრომლობის შეზღუდვა, საქართველოში ირანული, რუსული და ჩინური ინტერესების გაძლიერება, რეგიონული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. აუცილებლად დღის წესრიგში იქნება ტრანსნაციონალური დანაშაულებები, რომელშიც ქართული ოცნება პირდაპირ მონაწილეობს, იმიტომ რომ საქართველო პირდაპირ არის გადაქცეული ტრანსნაციონალური დანაშაულებების ჰაბად, იქნება ეს კოლცენტრები, იქნება ეს ბიტკოინები, თუ იქნება ეს ნარკო ტრაფიკი და ამისთვის დერეფნის გამოყენება. ამ საკითხებზე აუცილებლად ისაუბრებენ ისინი და ისინი ისაუბრებენ მათ შორის მათი გადმოსახედიდან არალეგიტიმურ წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც მათ ჭირდებათ, რომ ივანიშვილამდე მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ ფუნდამენტურად პოლიტიკის შეცვლა, მათ შორის ივანიშვილთან მიმართებითაც. აუცილებლად დადგება დღის წესრიგში დემოკრატიზაციის საკითხიც და ის საკითხიც, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ვერ ფორმალიზდება, თუ არ შეიცვლება ფუნდამენტური დემოკრატიული წინაპირობები, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს რეგიონში ჭირდება მოკავშირედ. მას რომ საქართველოს მოკავშირედ ყავდეს, საქართველოს არაფერი არ გააჩნია, რაც შეიძლება რომ შესთავაზოს, გარდა იმისა, რომ იყოს დემოკრატიული პროდასავლური და ეწერებოდეს საერთო დასავლურ პოლიტიკაში. განურჩევლად იმისგან ვაშინგტონი დღეს ევროპასთან როგორ ურთიერთობს. ხო, კი ბატონო, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ის მნიშვნელოვანი გლობალური თემებით შეიძლება გადაფაროს, ვთქვათ, დემოკრატიის ხარისხი ამ ქვეყანაში და შესაძლოა ვთქვათ ვაჭრობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ინსტრუმენტად ესეც გამოიყენოს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი და ნინო, სხვა შორის ბოლო დღეებში, როდესაც მამუკა მდინარაძე გადააყენეს თავის თანამდებობიდან და გაუშვეს პრემიერ-მინისტრის მეზობლად, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მეზობლად, რამდენიმე ადამიანს გაახსენდა ის, რომ აი მაგალითად ლილუაშვილი გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ გარმხოლოდ გადააყენა ციხეში გაუშვა, ხო? ანრიო ხანაშვილი, მამუკა მდინარაძეც იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში და შემდეგ გაუშვა თანამდებობიდან. აი რამე კავშირი არის ამ? ნუ ეს შეიძლება იმ დინამიკასთან იყოს კავშირში, რომ მას რაღაც გარკვეული მოლოდინები აქვს, რომ ისინი ამ ურთიერთობების რაღაც ჩარჩოში მოყვანას შეძლებდნენ და ნუ ვერ შეძლეს და შესაბამისად ამით თავის ფუნქცია თუ როლი თუ თავი ამოწურეს და ამიტომ მათი საჭიროება აღარ შეიქმნა ან ერთგვარად დასაჯახა. ეს არის სპეკულაციური ვარაუდები, ცხადია, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში როგორც არ მოინდომა, რა მხრიდანაც არ მოინდომა ივანიშვილმა, რომ აი ამ რაღაც წრისთვის გაერღვია და მოეძებნა რამე ფორმის დიალოგის პერსპექტივა ყველა წარუმატებელი დარჩა, იქნება ეს ფორმალური გზებით, არაფორმალური გზებით, შემოვლითი გზებით. ხო, მათ შორის ვიცით, რომ ოჯახის წევრების საშუალებითაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი კი რაღაც გარკვეული კომუნიკაციის დამყარებას. ფაქტია, რომ ეს ვერ შედგა და ვერ შედგა, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და პოზიციონირება არ იცვლება ეს ერთი დღიდან მეორეზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ივანიშვილს გონია, რომ აქ რაღაც მეფეა და განაგებს ამ ტერიტორიით. ასე მარტივად არ არის საქმე და მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა თბილისს, რომ იქ სადაც თბილისს რა ვიცი გონიერება მართებს,
იმ საკითხებზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ჭკუას მოუხმეთო. სხვა საკითხებზე მათ საერთოდ არც ელაპარაკენ. JD Vance ისე ჩამოვიდა რეგიონული უზარმაზარი ვიზიტით, რომ საქართველოს საერთოდ დღის წესრიგში არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა ივანიშვილი ყველა თავისი გზით, რომ JD Vance-ის დღის წესრიგში მოხვედრილიყო მინიმუმ ერთდღიანი ვიზიტი მაინც საქართველოში და საერთოდ არ განხილულა ეს საკითხი. და მეორე ის რომ იმათ ძალიან კაფიო გზავნილი გამოუშვეს და თქვეს რომ თუ თბილისთან ვერ მოხერხდება ურთიერთობები, მაშინ ჩვენ თბილისს დავაკონსერვებთ და რეგიონთან ურთიერთობებს მაინც შევძლებთ განურჩევლად იმისგან იქ რაღაც მეორე ხარისხოვანი ოლიგარქი კი ბატონო და ნინო ბოლოს ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის არაღიარების პოლიტიკის კუთხით რაც ჩვენ გვაქვს ამ დრომდე საერთაშორისო პარტნიორებისგან ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იცოდნენ და კონდეთ ესეთი ჯანსაღი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით თუ კი ჩვენ გვახსოვს ახლა აპრილში ანონსებდა იგივე ფაქტს კახა კალაძე მაგრამ ნუ კობახიძე ამბობს რომ მე აპრილი არ მithქვამს მაისი ვთქვიო თუ მაისში მართლაც ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ ვიზიტს მაღალჩინოსანი იქნება ეს თუ რაღაც სხვა რანგის წარმომადგენელი შეერთებული შტატებიდან ეს როგორ უნდა გაიგოს საქართველოს მოქალაქემ რომელსაც აქვს იმედი რომ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება გრძელდება ჩვენი პარტნიორები პირველ რიგში ზუსტად ასე უნდა გაიგოს არც ერთი ვიზიტი არ ნიშნავს რომ ამ რეჟიმის ლეგიტიმაცია რაიმე ფორმით აღიარებას იმსახურებს 2024 წლის არჩევნები რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამა თუ იმ ძალის საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ არის აღიარებული როგორც დემოკრატიული არჩევნები ის ვინც დღეს ძალაუფლებაშია არ ფლობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს აღიარებულია საერთაშორისო ურთიერთობებში, არ აღიარებს ამ ერთეულს. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დემოკრატიული დედაქალაქები დიქტატორებსაც ესაუბრებიან და სხვა რეჟიმებთან და თანამშრომლობენ, იქნება ეს აფრიკის კონტინენტი თუ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებში შედის, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობები ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, მათ შორის პირველ რიგში, მაშინ თუ საქართველო იქნება დემოკრატიული. თუ საქართველო ჩინურ ინტერესებს ატარებს, თუ საქართველო ირანულ ინტერესებს ატარებს, თუ საქართველო უსაფრთხო დერეფანი აღარ არის, თუ საქართველო რუსულ ინტერესებს აძლიერებს რეგიონში ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაშინ საქართველოსთან ურთიერთობების სტრატეგიულ ინტერესში ამერიკის აღარ შედის. ჩემი აზრით ძალიან მარტივია ეს, ის რომ რუბიო რეკავს არ ნიშნავს, რომ ის იმან არ იცის, რომ კობახიძე არავინ არ არის. და აი ზუსტად ლევან მახაშვილს რამდენიმე წუთის წინ გაუკეთებია ზუსტად ამ თემაზე კომენტარი, პროდუქტიული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, იმედია უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა კონკრეტული ნაბიჯები ვაცნობოთ საზოგადოებას, პოზიტიური დინამიკა არსებობსო, ვნახოთ რა იქნება ეს შედეგი. ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი და დიპლომატი იყო ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი.